მოგესალმებით, ჩემო საყვარელო მაყურებელო. ეთერშია გივის ხალხის საავტორო გადაცემა სამშობლოსათვის. მოგეხსენებათ, რომ სამშობლოსათვის როცა ქვია გადაცემას, ძალიან ისეთ დატვირთვა აქვს, რომ ვერ მოიწევ ისეთ კაცს, ვისაც სამშობლოსთვის გული არ უძგერს, ვისაც თავის ქვეყანა ძლიერად არ უყვარს და ვინც ისე არა ამ ქვეყანაზე მოსული, რომ ერთხელ მოვიდეს, თავის თავს სიამოვნება მიანიჭოს და წავიდეს. აქ ვინც მომყავს, ყველა იწვის თავის სამშობლოს სიყვარულში. წმინდა სანთელივით იწვიან. მოგეხსენებათ, რომ აი ახლა წინა გადაცემაში მყავდა ჩემო ბატონებო, უმშვენიერესი ქალბატონი, დიდი მეცნიერი, ლორდ ბაირონისტი, როგორია ჯორჯ გორდონ ბაირონზე, რომ შენ ლორდ ბაირონზე, ესე იგი დაწერ მას გადმოთარგმნი ქართულად, მის ლექსებს, სონეტებს და შემდეგ კიდე გალაქტიონსო გადათარგმნი, ესე იგი ინგლისურად და მთელი მსოფლიო რო ამას აღიქვავს და არის ერთი აჯიოტაჟი, შენიქება დიდება, სიყვარული და დიფერამბების მოძღვნა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიდი მეცნიერებისგან და ლიტერატორებისგან, ეს პატარა საქმე არ არის და ესეთი ქალბატონია, ქალბატონი ინეზა მერაბიშვილი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ჩემი მეგობარია. დღეს კი ეხლა ძალიან ძნელი, ეხლა ინეზა მერაბიშვილის შემდეგ ხო ვერ მოვიწევდი, ეხლა ვიღაცა დღეს რომ წერლები ქვიათ წერთა კავშირის წევრები თუ რაღაცა ვიცი არიან აზრი არა ვარ და უკვე აღარავინ აღარ იცის ვინ მწერალია, ვინ არ არის მწერალი. ყველაფერი აერია, ყველა წერს და ეხლა წადი და გაიგე. ზოგი წერთა კავშირის წევრია, ზოგი რაღაცა ეხლა გაუხსნიათ ახალი კავშირი დასწრე ქვია. დასწრე. ხო მართლა გეუბნები. და ხუმრობთ ალბათ. არა ნახს ვიძახი და რაღაცა ლიტერატურული კავშირი კიდე იყავი ჩემთან. დიახ. ესე იგი ჩემთან იყავიო ჩემს გარემოცვაში. არ ვიცი რა 1000 რაღაცებია და ეხლა ვეღარ გაიგებთ, იცით რა, მარტო მწერალთა კავშირში რამდენი კაცია? მე მგონი 700 კაცი იქნება, ხო 700? ახლოვებით 600-დან 700. 600 მწერალი ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აყავს. სოფლიოს არ აყავს. ნუ არ ვიცი რა, ეხლა მწერალთა კავშირის წევრი მე მაშინ ვიყავი, როცა ბატონი თამას სივწივაძე იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ძალიან ნიჭიერი კაცი, უნიჭიერესი კაცი, ასე ვთქვათ, ძალიან მორცხვი კაცი, მორიდებული. და სხვა შორის მე მაშინ ვიყავი იცის ბატონმა გენომ რომ ვიყავი უცხოეთთან ურთიერთობის გაყოლების გამგე. ხო და რომ მოვიდოდნენ სათხოვარზე მასთან კაბინეტში ვიჯექი ხოლმე, ნუ წითდებოდა, ყვითდებოდა, უნდა დაეხმარო, აბდოს არ შეუძლია. კარგით, აუცილებლად რაღაც მე რო წავიდო და მეტყო და გივი, შენი ჭირი მე ოღონდ ამ მდგომარეობიდან გამომიყვანე. ქვეყანა ნაცნობები ყავს. აი ნაღდამბავში ხო იცი გენო და ერთი იქნება ვიღაც შეაწვა. აი იწოდა რა ეს კაცი ხალხის სიყვარული და აი ეს თბილი კაცია ძალიან. დიახ. ხო და მაშინ მწერალთა კავშირსაც ფასი ქონდა, იქ მწერალი რო იყო იმასაც და ყველაფერი. ეხლა რა არის არ ვიცი, ეხლა კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ეხლა ენაცვალო ჩემი თავის უყურეს, მაგრამ მე დავთავე მატერიალები წამოვედი. ეხლა რა მინდა გითხრათ, დღეს მე სტუმრად ვყავს რუსაულის პრემიის ლაურეატი. ეხლა მოგესალმებით, რომ რუსაულის პრემიის ლაურეატი იქეთ უკვე აღარაფერი აღარ. ერთ კაცს ველაპარაკებოდი, მე ჩხუბი მომივიდა იმასთან. და მე ვთხარი, რომ შენ ისეთი მაგარი ხარ, მეთქი რომ რუსაულის პრემიის ლაურეატობა ჩვენც არაფერი. აბა რა უნდა მქონდესო? მე ვთხარი, ბიჭო, შენ ღმერთის პრემიის ლაურეატი ხარ. ნიჭი, მართლა ნიჭიერია ძალიან. ჩემი მეგობარია მოცაკვავი, ომარ ხეიძე. რა თქმა უნდა. ხო და დიდი კაცი ძალიან მიყვარს და ჩემი ძმა არის, გუშინ ჩემთან იყო საქმე ეგ და რეზო. ძალიან საყვარელი პიროვნება, დიდი შემოქმედი. კი, დიდი შემოქმედი. ხო და ესე შემიძლია ვთქვა ბატონ გენოზე, ჩემ ძმაზე, ჩემს მეგობარზე, რომ გენო არა მარტო რუსაულის პრემიის ლაურეატი, არამედ ღმერთის პრემიის ლაურეატია და ეხლა ღმერთის პრემიის ლაურეატობაზე ზემოთ თუ რამეა კიდე მე შეგეკითხები და თუ მიპასუხებთ, კარგი იქნება მე თავის შემოქმედი. აი გამოვიდა ეხლა გენოზე წიგნი, აი ნახეთ ეპისტოლეები მასზე. უამრავი აქ დიდებული მწერლები ჭაბო ამერეჯიდიდან დაწყებული, რა ვიცი, ღლონტია, აგერ ღლონტის სურათია, ჩვენი ვახტანგ ღლონტის. მე ეფერებიან ბატონ გენოს სხვადასხვა თავისი მიძღვნებით და ასე ვთქვათ, ბიფერამბებით არის სავს ეს წიგნი, მაგრამ ახლა ამ ხალხს ხო ვერ დააწერება ძალაზე თუ გული არ აწედინებს ამას და ყველაფერი ეს არის გაერთიანებული, თავის სურათები, თავის მეგობრების. გენო არა მარტო მინდა გითხრათ, რომ გენო არა მარტო პოეტია, არამედ საზოგადო მოღვაწე უპირველეს ყოვლისა და კაცია, რომელიც წყვიტავს ძალიან ხშირ შემთხვევაში ქვეყნის ბედს თავისი
მერთი თავის წამსით, თავის კაცობით, სინდისით, დამუსით. ეროვნული კაცია გენო ის კაცია, რომელმაც აფხაზებშიც კი ძალიან დიდი სიყვარული მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერში იღებდა მონაწილეობას, საბა რა უნდა იქნა ქართველი კაცია და თავის დაჩაგრული ერის ვიღაცებისგან გადარჩენას ფიქრობდა, მაგრამ მე ძალიან ბევრი აფხაზი მეგობრები მყავს, რომლებიც მოსკოვში ცხოვრობენ. და აგრეთვე ახლა ალაბრიკა მყავს იქ ზვაკაცი, ჩემი ზვა არის, ეხლა კურორტის დირექტორი დაუნიშია თუ რაღაც, დამირეკა იმ დღეს და მე სულში приезжай, я там тебя встречать, იმას შენ დაგხვდებიანო იმაზეო რა ქვია, საზღვარზე და ჩემთან ჩამოდი რა 1-2 კვირა იყავიო. ეხლა ალაბრიკა ვერ ხვდება რომ მე ჩემ ცხოვრებაში იმ ზღვა იმაზე რა ქვია, იმ პლაჟზე აღარ ჩავალ რა. სადაც მე ჩემი მეგრელი ციცფერთვალება ბიჭები, გოგონები და კაცები ტივტივებდნენ ზღვაში, მე იქ ვერ ჩავალ, შვილებს მიცავად. აი, ღმერთის წინაშე ვიზახე. ალაბრიკას მადლობელი ვარ, იმიტომ მე მას უყვარვარ და ქართველები უყვარს ძალიან, მაგრამ ეხლა არის რა რაღაც, ასაც მე ნაღდად ვერ გავაკეთებ და ვერ ჩავალ რა, ანუ აი სადმე რომ ჩადიხარ ბატონო გენო ხო უნდა გული გიწევდეს არა მიუხედავად იმისა რომ უნდა ჩემთვის ყველაფერი იყო და გაგრა ბიჭვინთა და გაგრა ჩემთვის და ჩემი ცხოვრება იგი გავატარე მე წყლის მოთხილამურე ვარ და მთის მოთხილამურე ნახევარ ცხოვრება გავატარე ბაკურიანში ნახევარი გავატარე იქეთ გაგრა და ბიჭვინთაში მაგრამ ვეღარ ჩავალ აი გული არ მიწევს ხო გამიგეს რომ გაიხსნას რომ დავმეგობრდეთ ჩემ შვილებს ვეთქვი რომ წაადით აუცილებლად და აფხაზი ხალხი, კაი ხალხია, ეს არ არის ხალხი, რომელიც ჩვენ ტყებად უნდა შევრაცხოთ, მაგრამ მე აღარ ჩავალ. ნუ არის რა, ხა ყველას თავის ბუნება აქვს და თავის ხასიათი აქვს. ეხლა შემოგარგებო, მე გეტყვით რომ დღეს ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ ბატონო გენო, რომ რუსთაველის პრემია კი არა ის რომ მართლა რომ ნობელიც რომ მოგცენ, ხო? დიახ. ქართველები ესეთ ხალხი ყოფილვართ. აი ხა წარმოგიდგენიათ შეიძლება მხოლოდ გალაქტიონზე იყოს ხოლმე შიგადაში გლაპარაკი რაღაც და რუსთაველზე იმიტომ სხვა გზა არ აქვს. დიახ. აბა წარმოგიდგენიათ თქვენა? მუხრან მაჭავარიანზე. აი სპეციალურად ვარ აი ჩასაფრებული ტელევიზიაში, გაზეთის ბურთებზე. ჭაჭანება ხსენება აღარ აქვს ამ უდიდესი პოეტის. მურმან ლებანიძე ახლა ბოდიში ვიხდი, მაგრამ მურმანი ძალიან დიდი პოეტი იყო. ის რა კაცი იყო და რანაირად ცხოვრობდა ეს სხვა საქმეა. ის თავის საქმე მე არც ვიცი რა იყო. პოეტი რო დიდი იყო ხო არის ფაქტია რა. ანა კალანდაძეს ნაირ პოეტზე. დიახ. ჩამი ჩუმი რო არის მის და ლაპარაკი. ნუ გესვით რა ხდება? აი ხვალ შეიძლება ჩვენ აღარ ვიყოთ ერთი 20 წლის შემდეგ, 30 წლის შემდეგ და იმის იმედიც აღარ გვჩება ჩვენ ადამიანებს. აი რუსთაველის პრემიის ლაურეატი ხარ, ხო? 100 წლის შემდეგ ამ ქვეყანაზე რო აღარ იქნებით თქვენზე ხო უნდა იყოს ლაპარაკი ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებში, იმაში, მუზეუმში, ლიტერატურის რო აი აღარა მაქვს მე იმედი იმის რომ ვინმე ძალიან დიდზე მაგალითად ახლა დავიწყოთ აი გინდათ ახლა ჭაბუამირეჯიბი იმის მაგივრათო ზეცაში აიყვანოთ ლაზვაგირება დაუწყეს კაცო აბახცინებზე გრიგორ რობაქიძეზეა კაცო გინება თურმე არავინ არ ყოფილა გრიგორ რობაქიძე არ არის მწერალი ეს ეპოქა მოიტანა დრომ მოიტანა ზერის უბედურება ჩვენი საზოგადოების უბედურება დიახ აი იცით რა გენო მე ერთამას გეტყვი რომ ხანე ერის საზოგადოება ჩვენ დიდი ხანი აღარ აყავს რა ჩვენ დავგვანეთ ბრბოს რომელიც ხან ერთ პარტიას უჭერთ ხან მეორე პარტიას და არის მთელი უბედურება და ის ეხლა მე იმ დღეს წინა გადაცემაში ვთქვი რომ მე ეხლაც გავიმეორებ მე ის კაცი არა ვარ ვინც დავიბრო რომ მე არ მიმიცია ხმა ამ კოალიცია თუ რაღაც არ მიმიცია ხმა არც ბიძინა ივანიშვილისთვის და დღესაც არ მიცემ რატომ არ მიცემ იმიტომ რომ მე არავის არ მიცემ მე არ მივალ იმაზე რა ქვია რო იქნება არჩევნები მე არ მივალ იმიტომ მე არ საარჩევნო ხუთთან არ ბოდიში თერწუთი მე არ მინდა რომ მოწყვილებული მყავდეს ჩემი ქვეყანა მე არ მივალ იმიტომ რომ ვერავის ვერ ვენდობი რადგანაც ვერ ვენდობი არც ნაციონალებს ვენდობი არც იმას არავის ქვეყანაზე და არ მივალ პირდაპირ ვაცხადებ კაცურად ხო არ მამა ძაღლობ ზოგმაიშით მე მოვედი თქვა არა ბატონებო თქვენ როცა რომელიმე პარტია რო გაიმარჯვებთ იცოდეთ რომ ჩემთან ვალში არ ახართ გამარჯვებაში მე თქვენთვის ხმა არ მომიცია
არ მივალ. არც ისინი იქნებიან ვალში შეძინა. აბა რა მაგას ვიტყვი, აბა ეგავ თქვი ზუსტად თქვენ ჩემთან ვალში არ ახართ. ეგავ თქვი, მე კი არა ვარ ვალში კაცო. ისინი არ იქნებიან ჩემთან ვალში და შეუძლიათ არაფერი არ გამიკეთონ. და არც მინდა არავის გასაკეთებელი არ ამჭის, კიდევ კაი ღმერთო, შენ სახელს ვენაცვალე. მაგრამ ცმიერი ხალხი არის, რომელიც მივლენ და ეთქვენი ცინა მე შეხმა მოგეცი, მე შენ გვერდში ვიყავ. მე არავის გვერდში არ დავდგები. არც ვიყავი წინა იმებზე, არც იმის წინ და ეხლაც არ დავდგები. ისე რომ ჩემგან თავისუფლები ხარ ჩემო ლამაზო პარტიულო ბოსებო თქვენ ჩემთან ვალი არ აგაქვთ არაფერი იმიტომ რომ მე თქვენ ხმას არ გაცნობთ ეხლა რა მინდა ვთქვა მაგრამ ის თქვი რომ კაცო შენ დალოცვილი შვილო ამ თუ ვინმე მტერი მყავს მე 90% ყველა ბიზინა ივანიშვილის გვერდზეა ისე რომ მე არაფერი არ მჭირდება აი კაცი არაფერი მაგრამ იმ დღეს თქვი კაცურად თქვენ დალოცვილი შვილებო კაცმა ოპერა აგიშენათ კაცმა რუსაველის თეატრი გაჩუქათ მარჯანიშვილის თეატრი გაჩუქათ კაცმა სამების ეკლესია აგიშენათ თქვენ დალოცვილი შვილ თან მოატყვილეს 560 ეკლესია ხო და თან მოატყვილეს და მილიონჯერ მეტი დაუჯინეს ვიდრე ღირდა ის ყველაფერი და შენ დალოცვილო რა ნამუსი აი მე პრემიერაზე ვიყავი დაპატიჟებული ვიყავი და მივედი მოგეხსენებათ მე იმაზე ლადო ათანაძე მაქვს დაწერილი პირველად მოხდა ესეთი რამე ჯერ არ მომხდარა რომ ნოველისტიკაში ნოველებში გადავიყვანე ესე იგი ბიოგრაფია ადამიანის და დიდი წიგნი გამოვიდა ხო და ვიყავი დაპატიჟებული და მე თქვენს მიერ დაჩუქარი და ლადოს მაგას წიგნი და ეხლა გეტყვი ჩემო გეტყვი მე მცხვენოდა იქ რომ დარბაში რომ ვიჯექი მჯო მე ვიჯდე გივის სიხარულზე იმ დარბაში და არ იჯდეს ივანიშვილი ბიზინა ეს ბიჭო ეს არის სულში ჩაფურთხება ადამიანს რატო არ მოვიდა გეტყვი ისეთი ლაპარაკები და ჭორაობა მამაზაღლობა ისა პრეზიდენტი ლოჟაში უნდა დაჯდეს ისაკ ესაკ კარგი რა ვით არის ხალხი დაკავებული აბა დაიღალა რა ეს ქვეყანა და სირცხვილი იყო რომ მაგალითად მე ვიჯექი იქ და არიჯა ბიზინა მაგაში დაღმერთვა ის ორი კაცი ხარ მართალი კაცი ეხლა მოდი დავანებოთ ყველაფერს თავი ჩვენ გვყავს წინვალე პოეტი მოწეული აი წინვალე და ისეთი კაცი რომელიც ჯიგრით ცხოვრობს ამ ქვეყანაში ეს ის კაცი არ არის რა აი აქედან რო ცხოვრობენ აი აქედან ეს ასაც აკეთებს გულიდან და რამდენჯერმე გულმა უღალატა კიდეც იმიტომ რომ გულიდან მოდის ეს კაცი და არა აი აქედან ამ გონებიდან ძალიან ძნელია როცა კაც ძალიან კარგია როცა კაც ძალიან დიდი გონება აქვს მაგრამ უბედურებაა რომ გული არ არის შესატყვისი ამ გონებასთან ძალიან კარგია როცა კაცი გულით ცხოვრობს მაგრამ რა უბედურება როცა გონი არ აქვს მაგრამ აი ამ შემთხვევაში მე მყავს მოწეული კაცი რომლის გული და გონი ერთმანეთში არის აი როგორც არ ვიცი აი როგორც მთის ულამაზესი წყარო ფერთან შეხამებული ეხლა ბატონო გენო მე მოვჩი ყველაფერზე ლაპარაკს გთხოვთ ეხლა თქვენ ისაუბროთ და მე თქვენი ლექსებით დავატკბოთ ჩვენი მაყურებელი და რაც მე ვილაპარაკე იტყვიან რომ ბიჭო რა ცოტა ილაპარაკე ეს ვიყოფილე ეთყობა შურს ამის მაგრამ მე არ შევშურებ და მე პოეტი არა ვარ მე პროზაიკოსი ვარ თორე იტყვიან შეშურდა ალბათ რომ უფრო მეტი არ არის ძალიან კაი პროზაიკოსი სხვა შევსო და გითხრათ დიდი მადლობა ბატონო გივი უპირველეს ყოვლისა თქვენს საინფორმაციო ეთერში პირველად ვარ უპირველეს ყოვლისა მინდა სხვა არხებზე არა რა თქმა უნდა რა მაგრამ ახლა დროში პირველად იცით რა არხზე ხართ ეხლა ბატონო გენო აი გეტყვით მე ვიცი თქვენაც გაგიხარდებათ ძალიან აქ მუშაობს ჯორჯიან ტაიმსის ეს ჯორჯია ტაიმსის ჰოლდინგისა და გადაცემები მიყვავს პოლიტიკური და ეკონომიკური ბატონ მალხაზ გულაშვილს და რითია გამორჩეული ეს არხი რომ ეს არხი ემსახურება ღმერთს აქ არის ძალიან დიდი გადაცემა თითქმის 3 საათი მიდის წმინდა გაბრიელზე. დიახ. გაბრიელ წმინდანზე და ეს ამ არხზე ყოველდღია მასზე გადაცემა მისი წიგნების განხილვა, მასზე დაწერილი წიგნების და ეს აი თქვენ მოხდით. ეხლა ისეთ ადგილას რანერი მწავსით გარ თქვენ სუფთა ქრისტიანი კაცი ბრძანდებით ეროვნული და პატრიოტი და აი ესეთი ტელევიზია. უპირველეს ყოვლისა მე ბატონო მალხაზ გულაშვილს დიდ პატივს ვცემ. შესანიშნავი რედაქტორი იყო, კაი გაზეთი გამოდიოდა, მე არ მრჩებოდა არც ერთ ნომერი ეს გაზეთი როცა გამოდიოდა და ეხლა მინდა აი მათ დაფუძნება და დიდი მომავალი მინდა უსურვო. გაიხარეთ.
ამ საინფორმაციო ეთერს, ჩემო ბატონო, რაც შემეხება მე. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობა თქვენ რომ მობძანდით პირიქით. ჩემი უსაყვარლესი მეგობარი და ძმა და ბრწყინვალე მწერალი ბრძანდებით გამორჩეული თქვენი ესე კოლორიტით და თვითონ ბრძანდებით ისეთი პიროვნება და ასე. აი ხარე ჩემო ლამაზო კაცო, ლამაზო. თქვენს მწერლობაში. ეხლა რაც შემეხება მე ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის დიდი პატივია ისიც აქ წმინდანები ახსენეთ, რომ ახსენეთ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და უნდა გითხრათ, რომ ჩემი ბოლო ნამუშევრები საგალობლები უფლისთვის არის მიახლოება უფალთან ღმერთთან და მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ რუსთაველის პრემიის შემდეგ აი რამდენი თუ ვინმე ეკუთოდა რუსთაველის პრემია აი ეს ბოლო ხანები ეკუთოდა თქვენ და იცი რა ყველაფერს გეკუთოდა შენი პოეზიით უპირველეს ყოვლისა და შენი კაცობით შენი იმ კაცობით კი არა უბრალოდ კაცი ზღვა კაცობით ეროვნული კაცობით გეკუთოდა დიდი მადლობა ჩემო ბატონო გივი და 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს მომენიჭა ამ უფლის საგალობლებისათვის წმინდანის დღეს ხო წმინდანის დღეს მომენიჭა უფლის საგალობლები ილია ჭავჭავაძის იგივე საგურამოს ლიტერატურული პრემია საგურამო ეს ილიას სახელთან არის დაკავშირებული და ამიტომ ჩემთვის ძალიან იქით რუსთაველი აქეთ ილია ჭავჭავაძე დიდი პატივია და დიდი ღირსება მე რა თქმა უნდა ძალიან რთული ძნელი გზა გამოვიარე ვიყავი იმ ომში რომელსაც სამწუხაროდ რუსეთ საქართველოს ომი იყო ეს და არა აფხაზების და ქართველების ბაგაში გეთახმებით 100%. ეხლა უნდა გითხრათ რომ აი აგერ წიგნი გამოვიდა ჩემზე აი ეს წიგნი იხსნება უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს მილოცვით და ილია მეორეს მილოცვით და იქ არიან მთელი ჩემი ცხოვრების დიდი მეგობრები აი იქ მუხრან მაჭავარიანია იქ თამაშილაძეა იქ რეზო ჭეიშვილია იქ რეზო ამაშუკელია ჯანსუღ ჩარკვიანია ელის ბარჯაველიძე და მაკა ჯოხაძე ძალიან დიდი ხალხი და მე რა მინდა იქ არის ბევრი სურათია სხვადასხვა დამეჭდილი და მაგრამ ერთი არის სურათი ასეთი სადაც მთელი აფხაზური მწერლობა მაგრად ჩინკუბა ივანე თარბა ნელი თარბა გიორგი გულია შალოდი აჯინჯალი აი ჩემი აფხაზი მეგობრები მე მიუხედავად იმისა დევნილი ვარ გამოგდებული ვარ იქიდან დიახ მე ის ხალხი მიყვარს და მეყვარება ყოველთვის და მათი სურათიც იმიტომ დავეჭდე ამ წიგნში ძალიან სწორად მოიქეცი თქვენ აი გენიალურად თქვით ახლა თქვენი კაცი ბრძანდებით ეს არისო ის აფხაზების და ქართველების ომი რა თქმა უნდა ეს იყო რუსეთის ომი მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი აი მე პირადად ბატონო გელო ვიცი რომ თქვენ მე არ დამეთაყვებით მაგრამ მე ესე მსჯელობ მე ძალიან დიდ პატივს ვსევ ამერიკას ძალიან დიდ პატივს ვსევ ევროპას მაგრამ ცოტა განაწყენებული კი არა მაგრა განაწყენებული ვარ მათზე იმაზე რომ არ შეიძლება რომ შენ მე ბაიდენმა თითი დამიქნიო და პრეზიდენტმა ამერიკის და მითხრა რომ შენ თუ არ დაუშვებ შენ სახელმწიფო ნებისმიერი სახელმწიფო არ დაუშვებთ ქალის და კაცის ქორწინებას ერთმანეთზე არ დაუშვებთ ქალის და ქალის ქორწინებას მამაკაცის და მამაკაცის ქორწინებას თქვენ გექნებათ პრობლემები მე როდესაც ესე მომმართავს უკვე ნებისმიერი სახელმწიფო ეს ევროპა იქნება თუ ეს იქნება ამერიკა რა თქმა უნდა მე ყოველგვარი წინააღმდეგობის გრძნობით ავივცე მათ წინააღმდეგ მიუხედავად იმისა რომ ამერიკელ ხალხს პატივს ვცემ და ევროპელ ხალხსაც პატივს ვცემ მაგრამ ის პოლიტიკოსებს აღარ ვცემ პატივს და მე მინდა გითხრათ აი რაც შეეხება რუსეთს როდესაც პუტინმა თქვა რომ მე ჩემს რუსეთში არ დავუშვებ მამაკაცის და ქალის ქორწინებას და ისა მამაკაცის მამაკაცთან ქორწინებას და ქალის ქალთან რა თქმა უნდა სიმპათიებით გავიშალეთ და მეორე რა მინდა გითხრათ
ეხლა რომ გადააყენეს და ჩვენთან როგორ არის რომ გადაგაყენებენ მერე ზედარ გიყურებს არავინ და სანამ ხარ ფეხები უნდა დააგმანონ ეს ხო ეს ქართველების უბედურება ეს პათხანიმობა რუსული სიტყვა რა კარგად უხდება ქართველებს მე მაშინაც თქვი ტელევიზიით ეხლაც ვამბობ როდესაც ღარიბაშვილმა რომელიც ახლა გადაყენებულია და აღარავის აღარ ჭირდება და მივიწყებას მიეწება ცოტა ხანში ღარიბაშვილმა რომ წარმოთქვა რომ მე ჩემს საქართველოში არ დაუშვებ ამ კანონის მიღებას ქალის ქალთან კოწილ და კაცის კაცთან შესაძლოა მე ვიხდი რომ ის ამას იტყოდა იმიტომ მას წმინდა ოჯახი ყავს ვაშკაცი კაცის შვილი ყავს სოლად და მან იცის ფასი მამაკაცის და ქალის ოჯახში და იცის რა არის ქართული ოჯახი და მე მაშინ ვხი ხელებით ფეხებით გულით სულით ვარ ღარიბაშვილისკენ და დღეს აი მეც მანდა ვარ შეგენაცვალე ეს ახალგაზრდა ნიჭიერი კაცია მიყვარს ეს კაცი კაცო მე ვაცხადებ უკვე აღარავის აღარ ჭირდება და რო გონიათო სანაგვეზე გადააგდეს არ გამოგივათ ეგ ამბავი ის კაცი ისევ აღდგება იმიტომ რომ მან ვაშკაცული სიტყვა თქვა კაცია კაცური საქართველოს ისტორიაში მათ თქვა კაცური სიტყვა მიუხედავად იმისა რომ აი სკვირიკაცილო დანიშნე ძალიან კაი ბიჭი ჩანს ჭკვიანი ყველაფერი მაგრამ ერთი რამე იცოდეთ აქ იმაზე არ კვირიკაშვილს ხوار გაუგდია კაცო კვირიკაშვილი დანიშნეს და ღმერთმა ხელი მოუმართოს კი ბატონო მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი რომ ჩვენ ქართულ ისტორიაში თუ ცოტნე დადიანი ყავდა ცოტნე დადიანი კაცო თუ ყავდა მერაბ კოსტავა და ისა რა ქვია ზვიად გამსახურდია კაცურად ვიძახი რომ მარტო ამ სიტყვების გულისთვის რომ საქართველოს არ შეურაცხო მან და მასხარა არ გახადა როგორც მთელი მსოფლიო დღეს გაუბედურებული ამაზე მეტი მასხათა უნდა აგიგდო რომ კაცი კაცს ცოლობას პირდება ქალი ქალს და მიდიან ნათესეები და ესწრებიან ჯურისწერებს აქედან მორალი ღარიბაშვილი ჩემ თვალში გმირია საქართველოს ბატონო გივი აი ჩემი სათქმელი ბრძანე თქვენ ახლა არ ვიცოდი მე თუ მე მინდა გითხრათ რომ კი ჩემთვის ამერიკა არის სხვებისგან განსხვავებით ემილი დიკანსონის უიტმენის ფოლკლორის ქვეყანა მაგრამ მე იმას ჯონ სტეინბეკის მე იმას რასაც აი გვაწოდიან ჩვენ კანონის სახით და მომავალი ცხოვრების სახით რა თქმა უნდა ვერასოდეს ვერ მიიღებს ჩვენნაირი ხალხი ვერც გივის სიხარულით და ვერც გენო კანონი ამას ვერ მიიღებს ეხლა ბატონო გენო ხოთ ბოდიში შეგატყინოთ გავალთ რეკლამაზე რეკლამაა ჩვენი საარსებო წყარო და მე ისევ დავბრუნდებით კი ბატონო დის სიამოვნებით